ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება კვირაში ერთი დღე გაატარო, დღეში 1 საათი, მაგრამ ის იყოს ხარისხიანი, იყო იქ და იმჟამად შულთან ერთად. ხო, ანუ საქმეს არ ვაკეთებდე, რაღაცას არ უსმენდი, არამედ მასთან ერთად ვიყო, არ ვიცი, რა სივრცეც არ იქნება, ხო, ერთად ვითამაშებთ, გავისენებთ თუ რას გავაკეთებთ. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი რა არის ხოლმე, რაც ძალიან ხშირად შემოდის მშობლების შემთხვევაში, რომ მე თუ თავს ვგრძნობ დამნაშავედ, ამას გრძნობს ბავშვიც. ანუ ვერ დაუთმე დრო, ან სამსახურში წავედი, ან რაღაცა საქმე გამომიჩნდა და ცუდად ვგრძნობ მე თვითონ თავს, აი დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ბავშვთან დროს ვერ ვხარჯავ. აი ეს მომენტი არის დასამუშავებელი აუცილებლად, იმიტომ რომ ეს გადადის ბავშვზე და ის გრძნობს ამ ყველაფერს შენ დანაშაულის შეგრძნებას და ამას პასუხობს მე რაღაცნაირად. ამიტომ გაცნობიერება იმისა, რომ მე ახლა ვაკეთებ რაღაცას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არის, ბედნიერი დედა, ბედნიერი მამა, ბედნიერი ოჯახი და მე თუ ტრენინგზე მივდივარ, მეც საკმაოდ დაკავებული ვარ და ვერ ვახერხებ, ეხლა სრული დღე, მთელი დღის განმავლობაში ვერ ვახერხებ, რომ ჩემ შულთან ერთად ვიყო და ამაზე ვესაუბრები 2 წლინახევრის არის ჯერ, მაგრამ ამაზე ვესაუბრები ხოლმე, რომ მე ახლა რაღაცა საქმე მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ის პერიოდი, რაც მასთან ვარ მასთან. კი, სრულად. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ აი ეს გაცნობიერებაც და გააზრებაც არის ძალიან ისეთი, რომ ჩემი საქმე არის, კი, დეფიციტი ყოველთვის იქნება, დამიჯერეთ 24 საათი შულთან რო იყოთ, მაინც ექნება თქვენი დეფიციტი. ვერ ამოვავსებ ამას.